დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წამებას უტოლდება. ასე აფასებენ ადამიანის უფლება დამცველები იმ ყველაფერს, რაც ელენე ხოშტარიამ დაწერა საკუთარ Facebook სტატუსში. ისინი შემაშფოთებელს უწოდებენ ამ მოცემულობას და აცხადებენ, რომ როდესაც ქალ პოლიტიკოსს ასე ექცევიან, რომელიც არის ცნობილი და ეს ყველაფერი არის საჩვენებელი, რა შეიძლება ხდებოდეს რიგითი მოქალაქეების შემთხვევაში და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არის ღია და ცალსახა დემონსტრირება იმისა, რომ ახლა რეჟიმი ძალადობს ყველაზე და ყველაფერზე განურჩევლად მისი პოლიტიკური თუ ზოგადი სტატუსისა, თუმცა ძალიან სიმპტომატურია მათთვის ის ყველაფერი, რაც ელენე ხოშტარიამ ახლა მის სტატუსში აღნიშნა და დაწერა. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ხათია მათ არ აქვთ არანაირი მოლოდინი იმისა, რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და მას დაქვემდებარებული სამართალდამცველები, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველებიან რომელიმე ორგანო სამართლიან გამოძიებას აწარმოებს, თუმცა მაინც მოითხოვენ იმ დასახელებული პირების, პოლიციელების დასჯას, რომლებმაც როგორც ელენე ხოშტარია წერს, მას სახეზე დაზიანებები მიაყენეს კონკრეტულად კი ყბების არეში და გარდა ამისა კიდევ ერთ-ერთი შემაშფოთებელი ფაქტორი არის ის, რომ როგორც თავად ამბობს აგრეთვე ძალით მას გაშიშვლება აიძულეს, მოკლედ ყველას პოზიცია ახლა კი განსაკუთრებით უფლება დამცველების ამ თემასთან დაკავშირებით არის იდენტური. ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება არის დაუშვებელი და რომ ამას დემოკრატიასთან არანაირი საერთო არ აქვს. შემთხვევა შეიძლება შეფასდეს როგორც დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა და გარდა იმისა, რომ პოლიცია იყენებს რეპრესიულ მეთოდებს მშვიდობიანი მომიტინგეებისა თუ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, შემდგომში ამას აგრძელებს ხოლმე დამამცირებელი თუ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტით დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ევალება სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი ამგვარ ქმედებებზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია იყენებს გავს პრაქტიკებს, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც არის სწორედ დაუსჯელობა, რადგან ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცველი არ არის პასუხისმგებაში მიცემული, რომელთა მხრიდანაც შეინიშნებოდა მსგავსი ქმედებები მშვიდობიანი მომიტინგეებისა თუ პოლიტიკოსების მიმართ. იზოლატორში ადამიანის გაშიშვლება არანაირ სამართლებრივ მიზანს არ ემსახურება. ეს არის დავალება სასტიკი მოპყრობის, არაადამიანური მოპყრობის და დამამცირებელი მოპყრობის, რომელიც არის სტრასბურგის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი მუხლი, რაც კონვენციაში არსებობს და ამას მოყვება შესაბამისი შეფასებები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მაგრამ სულ რომ დავანებოთ კანონებს თავი და კონვენციებს რომ დავანებოთ თავი, მე მაინტერესებს რომელი ქართველი ადამიანისთვის, სულ ერთია ის ქართული ოცნების ამომრჩეველია თუ ისი ამომრჩეველია, არის მისაღები ის, რომ უკანონოდ აკავებენ ქალს და შემდეგ ამ ქალს იძულების წესით აშიშვლებენ ციხეში. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, აბსოლუტურად მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის მიუღებელი ამბავი, მაგრამ ასე თავს გავიდა ბიძინა ივანიშვილი. ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავება არ იკმარეს და შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადეს და აგრეთვე განხორციელდა მორალური ზეწოლა. ეს არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასება. ახლა ისინი კოლეგის ასეთი დაკავებისა და ელენე ხოშტარიას მიმართ ასეთი ქმედებების განხორციელების გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოძიების საგანი, რადგან ეს არის საჩვენებელი დასჯა, რათა სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვისაც იყოს ცალსახად დასანახი თუ როგორ ექცევა ეს ეგრეთ წოდებული რეჟიმი, უბრალოდ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რეჟიმი მოქალაქეებს და როგორც ცდილობს, რომ ყველას დაანახოს, რას უზამს ის რიგით მოქალაქეს იმ შემთხვევაში, თუ კი ის რეჟიმის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს, თუ კი გამოვა პროევროპულად განწყობილი მოქალაქეების გვერდით დადგება აქციებზე და ისინი ამბობენ, რომ ძალიან კომიკური იყო, როდესაც ელენე ხოშტარია დააკავეს ზებრაზე გადაადგილების გამო, თუმცა როგორც შემდეგ განვითარდა მოვლენები და რაცაც ელენე ხოშტარია აღწერს საკუთარ Facebook სტატუსში, ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული შიშისა და პანიკის საფუძველი, თუმცა ამბობენ, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად მოყვება სათანადო რეაგირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და ამაზე ყველას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, ეს არის ნამდვილად სამაგალითო დასჯის მცდელობა, რისი დემონსტრირებაც სურდათ, რაც მე ვნახე, ელენე იდგა ზებრაზე და დაკავების საფუძველიც
არის აბსოლუტურად უკანონო და ის მომენტი, რომ თვითონ უკვე დაკავებულ ელენეს მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი და დამამცირებელი ქმედებები, ეს არის ცალკე გამოძიების საგანი, საჭიროა გამოძიების დაწყება. ამით ვერ გაგვტეხენ, ვერ შეგვაშინებენ. არ შეიძლება ხელბორკილის ისე დადება, რომ ადამიანმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი და მით უმეტეს ცემა განყოფილებაში, რომ ყბაში და კბილებზე დაზიანება მიაყენეს მას. ხო, ამიტომ ყველაფერი ჩვენ რასაც უყურებთ, ყველაფერი ეს არის ერთ კონტექსტში განსახილველი საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ქალები, აქტიური ყველა ის პროტესტის მონაწილე, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში არის ქუჩაში, ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს რუსიფიკაციას, რასაც ჩვენ ეხლა აქტიურად ვადევნებთ თვალს ზუსტად იმ საქართველოს ღალატის კომისიაზე, მე ესე მინდა უწოდო ამ კომისიას, საქართველოს ღალატის კომისია, როდესაც რეჟიმი ასამართლებს საქართველოს ქალების სისტემის ძალადობის წინააღმდეგ დღეს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან საღამოს 20 საათზე ისინი შეიკრიბებიან ფილარმონიასთან, შემდეგ კი მსვლელობით დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ წავლენ, ამით კი ხელისუფლებას ეთყვიან იმას, რომ მართალია ახლა მან დაკარგა სახე, მართალია რომ ის არ არის რეალური, არამედ არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და მას ყავს დაქვემდებარებული ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები, რომლების ხელითაც ჯერ უკანონოდ ატყვევებს ადამიანებს, შემდეგ კი ამ ადამიანებზე ზეწოლასა და ძალიან დამამცირებელ მოპყრობას ახორციელებს, თუმცა ამის არც ქალებს, არც საქართველოს სხვა ევროპულად განწყობილ მოქალაქეებს არ შეეშინდებათ, ამიტომ დღეს ისინი რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აიმაღლებენ ხმას, კიდევ ერთხელ გამოვლენ და მარშით დაანახებენ ყველას თუ რამხელა ძალა აქვთ ქალებს.